ეს ვიდეო არის ზუსტად იმ პროფესიონალებისთვის, რომლებმაც დააწერეს საწინააღმდეგო მოსაზრება. იმის თაობაზე, რომ წებოს არ ჭირდებოდა შრობისთვის 48 საათი. 24 საათის წინ დაგებული ფილა გარკვეული დეფექტების გამო მოხსენით კიბის საფეხურზე. ზოგი წებო გაყვა ფილას, უგეცია ფილის დამტვრება, ზოგი დარჩა ადგილზე. ზუსტად არის 24 საათის წინ დაგებული. ახლა თვითონ წებო არის ევროპული წარმოებების უმაღლესი ხარისხის და ვნახოთ რამდენად გაშრა თვითონ წებო. ეს არის 24 საათში გამშრალი წებო. ტემპერატურაც რაც შეეხება არის 34-დან 36 გრადუსამდე და 24 საათში ვინც ამტკიცებდა რომ ის აბსოლუტურად გაშრებოდა, აგერ ხედავთ შედეგს. თვითონ წებოს შრობის თავის განმარტებაში შრობა უწერია შრობა სიმტკიცის გადასვლა, შრობიდან სიმტკიცისკენ გადასვლა უწერია 48 საათი. 48 საათის შემდეგ იწყებს წებოცემენტი გამკვრივება გამტკიცებას. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს, ვინც მეორე დღეს ხსნით კლიპსებს, წებო 24 საათში არ შრება. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოხსნათ, ან ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი და მიიღებთ შედეგი.